ჩვენ ახლა უფრო უნდა ჩავშალოთ ის თემა, რასაც ქვია ტელეკომპანია იმედის და პოსტივის დასანქცირება და რაც გვაჩვენა ამ ბოლო ორმა დღემ. კერძოდ, მოდით ბოლო განცხადებით დავიწყებ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია იმედი აცხადებს, რომ სანქციებისგან მომდინარე შესაძლო სირთულეების მიუხედავად, რამდენიმე ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანია იმედს. კომპანია არ ასახელებს ამ ბანკებს, თუმცა ამის მიუხედავად აცხადებს, რომ ის გეგმავს საკუთარი ბანკის გახსნას სახელწოდებით იმედის ბანკი. დღეს შალვა პაპუაშვილი უკვე გამოეხმაურა ამ განცხადებას და თქვა, რომ როგორც კი ეს ბანკი გაიხსნება, ის ანგარიშს აუცილებლად იმედის ბანკში გახსნის. გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელია ჩვენთან ერთად და ახლა გვეტყვის გახსნის თუ არა შალვა პაპუაშვილი ბანკი იმედში თავის ანგარიშს და რას ნიშნავს გიორგი ზოგადად ეს განცხადება და გჯერათ თუ არა იმისაც, რომ რასაც ამბობენ, რომ ბანკებმა თავად გამოთქვესო სურვილი, რომ მომსახურება გაგვიწიონ, მაგრამ ჩვენ შევიკავეთ თავი, რომ რეპუტაციული ზიანი არ მოვაყენოთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, თავად ეს განცხადება უფრო იყო რაღაცა ცოტა სასოწარკვეთილების ნიშანი ჩემთვის და იმის დადასტურება, რაზეც უკვე მეოთხე დღეა ყველა მეც მეკითხება და ვჯელობთ, რომ ბანკები თქვათ შეუწყვეტენ თუ არა მომსახურებას სანქცირებულ იურიდიულ პირებს. პრინციპში იმედმა დღეს დაადასტურა, რომ არც ერთმა კომერციულმა ბანკმა არ გამოთქვა სურვილი მათთან თანამშრომლობისა, რა თქმა უნდა, შეუწყვეტეს მათ გაუყინეს ანგარიშები, ასე ვთქვათ, შეუწყვეტეს მომსახურება, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ბანკი ბიზნა ივანიშვილის არის თუ ირაკლი რუხაძის, ხო? ამ შემთხვევაში ის არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი და არც ერთ ბანკს არ უღირს საკუთარი მიანაბრეების, ვთქვათ, დაკარგვა და მათი ფულის დაკარგვა და მისი რეპუტაციის ხელყოფა, რადგან ბანკი ხო რაზე დგას, ბანკს კი მოიზიდავს ფულს მოსახლეობისგან და შემდეგ ამას გაასესხებს. ბანკისთვის მოზიდული სახსრები არის ვალდებულება და გაცემული სესხები არის აქტივი. ანუ ვალდებულება ნიშნავს, რომ შენ რო ყავს მიანაბრე და მათ შორის ეროვნული ბანკი ამიტომ არსებობს, ზოგადად რომ მიანაბრეების ინტერესი უნდა დაიცვას, შენ პირველ რიგში რა თქმა უნდა საკუთარ მიანაბრეებზე და საკუთარ ინვესტორებზე უნდა იფიქრო. ამიტომ არც ერთი ბანკი არ წავიდა თავისთავად ამას. ეს მოსალოდნელიც იყო. აქ გასაგებია, რომ პირველად მოხდა იურიდიული პირების სანქცირება და ტექნიკურად ეს სამართავად უფრო რთულია ქართული ოცნებისთვის, რა თქმა უნდა, ვიდრე კერძო ფიზიკური პირის, ვთქვათ, ხელფასის კონვერტით მიცემა, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში, ხო, უფრო გაურთულდა მდგომარეობა და ნუ ეს რაღაცა ბანკის შექმნის იდეა თავიდან სხვათა შორის რო წავიკითხე. ჯერ ამონარიდი მქონდა მეგობარს Facebook-ზე და მეგონა რომ ხუმრობდა, რომ ბანკის შექმნას აპირებენ. მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ რეალურია, ვთქვათ, ეს განცხადება. ხო, განცხადება რეალურია, მაგრამ შესრულება რამე საკმაოდ რთულია. ჯერ მინიმუმ იმით დავიწყოთ, რომ საკმაოდ დიდი ფული ჭირდება ამას. ტელეკომპანია იმედს აქვს -500 მილიონი თუ არ ვცდები დავალიანება, მათ შორის ქართულ ბანკისაც. ალბათ ჯერ ეს ვალები გაისტუმრონ დამფუძნებლებმა და შემდეგ იფიქრონ თავის კომერციული ბანკის შექმნაზე. ლიცენზიას ჭირდება მინიმუმ 50 მილიონი ლარის კაპიტალი, საწესდებო კაპიტალს ეძახიან, რომელიც არის ჩათვლით უნდა გაყინონ. ამის გარდა ბანკს ფული ჭირდება, ხო, რომ ჯერ უნდა შეიქმნას ლიცენზია, უნდა მოიპოვო, ხო? ამ ლიცენზიას გასცემს ეროვნული ბანკი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ტელეიმედის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ჩვენ ვაკეთებთო ბანკს. ხო, ანუ ეროვნულმა ბანკმა უკვე იცის, რომ ეს ადამიანები არიან სანქცირებულები. რო არ იცოდეს, უნდა შეისწავლოს. წარმოუდგენელია ამ ვითარებაში, რომ ამ ფიზიკურ პირებს, ასე ვთქვათ, მიეცეთ საბანკო ლიცენზია. მაგრამ აი ფიზიკური პირები არიან თუ არა სანქცირებული, აი დაკავშირებული შეიძლება ხა პირდაპირ ეს სანქცია რაღაც მათი საბანკო ანგარიში შეიძლება არ გაიხსნას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში სანქცია, რომელიც დაედო იმედს, აი ეს რო კარგად განმარტავს, უფლებას აღარ აძლევს იმ პირებს, ვინც მასთან არის დაკავშირებული. კი არა, ინტერესთა კონფლიქტი ძალიან ბევრი დეტალი უნდა გამოიკვლიოს ეროვნულმა ბანკმა, სანამ საბანკო ლიცენზიას გასცემს. აქამდე ასე აკეთებდა ყოველ შემთხვევაში და ამ გზას არ გადაუხევს ეროვნული ბანკი მიუხედავად იმისა, ვინ არის დღეს მის მენეჯმენტში. იმიტომ რომ მასაც თავისი ვალდებულებები აქვს, ეს ეროვნული ბანკი არ არის იმისთვის შექმნილი, რომ ტელეკომპანია იმედის რა ვიცი ანგარიშებზე იზრუნოს სიტყვაზე, ხო? ეროვნული ბანკი არის იმისთვის, რომ მიანაბრეების უფლებები დაიცვას და ქვეყანაში უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა. ეხლა როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ეროვნული
ბანკი საბანკო ლიცენზიას გასცემს ისეთ პირებზე, რომლებიც უკვე გარკვეულ რაღაცა პრობლემაა. ხო, ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში გიორგი იმდენი მაპატია და აბსურდული განცხადება გააკეთა და აბსურდული გადაწყვეტილებები მიიღო, რომ რა ვიცი, რატომღაც გამორიცხული არაფერი აღარ არის, მაგრამ ნათია თურნავას იმ აბსურდული განცხადებების მიუხედავად ჩვენ ხედავთ, რომ კომერციული ბანკები თურნავა პირდაპირ მიუთითებს და პირდაპირ ავალებს, რომ შენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ადგილზე მიღებული, ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ რადგან საერთაშორისო სამართლის ნაწილია ეს ბანკები, ჩვენ ხედავთ, რომ ემორჩილებიან იმ სამართალს, რომელსაც ევროპის სხვა გზა არც არსებობს, ხო ამ შემთხვევაში გარდა ვთქვათ იმ ორი მსხვილი ბანკის და საკმაოდ დიდი ქართული კომპანიისა, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის, ჩვენ ხედავთ, რომ პატარა ბანკებმაც კი არ გარისკეს, იმიტომ რომ ეს არის ქართულმაც, ხო, ასე გამოდის, ხო, და არც ლიბერტიმ სადაც ანგარიშები, ვთქვათ, ხელფასები ერიცხებოდა და ანგარიშები ქონდა გასაგები მიზეზის გამო, რატო ქონდათ ლიბერტიში, ხო? შესაბამისად, ამას ვერ გარისკავდა ვერც ერთი კომერციული ბანკი, იმიტომ რომ მას შეუწყდებოდა საერთაშორისო გადარიცხვები, ვერ ისარგებლებდა საერთაშორისო საგადახდო სისტემებით, როგორც არის ვიზა, მასტერკარდი, ამერიკან ექსპრესი, ხო? ეხლა როგორ წარმოგვიდგენია საქართველოში არსებობდა ეს ბანკი, ან ჩვენი როგორც მიანაბრეების, ან ბანკის კლიენტების მომხმარებლების, ხო? ეხლა ვიგებთ, რომ ჩვენ რომელ ბანკშიც საბავშვო ანაბარსო აკეთებთ, ვინახავთ სიტყვაზე ჩვენი შვილებისთვის, უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ბანკი რაღაცა სანქცირებულ პირებს ემსახურება. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ? გამოვიტანთ აუცილებლად ასეთი ბანკიდან ფულს და ეს ძალიან კარგად იცის ყველა. მათ შორის იმ განცხადებაში ხო თვითონაც ანუ გაიაზრეს, რომ არ გავშარეთო, ესე გამოვიდა რაღაცა ბოდიში ჟარგონისთვის, რომ შარში აღარ ჩავაგდეთ. ეს საკითხავია შესთავაზა თუ არა ვინმე მომსახურება, მაგრამ ფაქტი დადგა, რომ ვერც ერთი ქართული ბანკი დღეს ვერ ემსახურება ტელეკომპანია იმედს, რაც ნიშნავს, რომ ის თავის თანამშრომლებს ხელფასს ვერ გადაუხდის უნაღდო ანგარიშწორებიდან, კონვერტით და დროში დაბრუნება თქვენს რომ კონვერტითო ხელფასაც მოგცემენ და პრემიასაც თქვენი კითხეთ ვერც ერთს რო არ იღებთ, ვერ იღებთ, ესე ჩვენ ნიშნის მოგებით გვეუბნებიან და მე რა რომ ჩვენ არ ვიღებთ კი ნამდვილად, მაგრამ რუსეთის ომის მანქანის მსახური არ ვარ და ეს არის ძალიან უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ხელფასი და პრემია. ხო, მორალურად ცალკე ხა ის რუსეთის დეზინფორმაციაში გადანაშაულობენ რუსული დეზინფორმაციის ზუსტად ეს მე მგონი უფრო წონადია ყველანაირ ხელფასზე და პრემიაზე კი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოაქვეყნა გიორგი ეხა განცხადება სადაც ნათქვამია რომ ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ შემოსავალს რეკლამიდან ვერ გასცემენ ხელფასებს ვერ გაყიდიან სერიალებს გაუქმდება გასართობი გადაცემების ლიცენზიები ნუ ვერ მიიღებენ ბანკის მომსახურებას ვერ აიღებენ სესხლს და ახალ დაფინანსებას ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას ვერ შეიძენენ ან იქირავებენ ტექნიკას საბანკო გადარიცხვებით კომუნალურებს ვერ გადაიხდიან თანამშრომლებს ბანკიდან გაურთულდებათ სესხის აღება. ეთანხმებით თუ არა ამ ყველაფერს და ამ რეალობის გათვალისწინებით როგორ შეიძლება რომ გაგრძელდეს აი ამ პროპაგანდის მანქანის არსებობა? ხო, ისედაც აქამდე მოგეხსენებათ ამ ტელევიზიების არსებობას განაპირობებდა ბიზინა ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესი თავისთავად და მას ქონდა შექმნილი გარემო, სადაც ის ერთი მხრივ აძლევდა ვთქვათ ექსკლუზივებს გარკვეულ ბიზნესებში, ტელეკომპანიების დამფუძნებლებს, როგორც არის ვთქვათ იგივე ირაკლი რუხაძე როგორც არის ვთქვათ ჭიათურ მანგანო მირუსთავიორის შემთხვევაში, ხო? ამ შემთხვევაში ის რა თქმა უნდა უზრუნველყოფდა იმას, რომ შენ მე გაძლევ ფულის შოვნის საშუალებას, მათ შორის ისეთ ექსკლუზიურ პირობებს გაძლევ, როგორც შენ ამ შემოსავლით მე უნდა დამიფინანსო ვთქვათ აი ეს ტელევიზიები. აქამდე ეს ტელევიზია არ იყო სანქცირებული და რა თქმა უნდა მათ შორის ბიზნესისთვისაც ამ ტელევიზიას ანუ სანქცირებული პირი ფიზიკური და იურიდიული ერთგვარი კეთროვანივით არის ფინანსურ სამყაროში, ფინანსურად რო ვთქვათ, ხო? მასთან შეხება არავის არ უნდა, რადგან ყველა უფრთხის და მით უმეტეს კომერციული ბანკები, საერთაშორისო კომპანიები, ორი შოუ რაც გადის ტელეკომპანიებიზე რაც გადიოდა, არის პირდაპირ ბრიტანული, მათ პირდაპირ ეკრძალებათ უბრალოდ ნებისმიერი სახის თანამშრომლობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნა, რომელიც ძალიან კომპეტენტური ადამიანების მიერ არის დარწმუნებული ვარ, დაწერილი და ვინც მუშაობენ, ვიცნობ მათ პირადად, ისინი ესე ჰაერზე ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ თავისთავად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემები შეექმნებათ და მინიმუმ ტელეკომპანია იმედი ვერ
იქნება იმ სახით, როგორიც იყო 24 თებერვლამდე, ხო, 25-მდე, კარგი და შემდეგ უკვე ნახოთ როგორ გაგრძელდება, თუმცა ტელევიზიის არსებობა ეხლა ეს ნაღდი ფულით და რეკლამა ნაღდი ფულით მოიტანე და გადამიხადე და მე ხელფასი ესე და ხო არ ვიცი, ძალიან გართულდება. ყველა ოპერაციის ასე ნაღდი ფულით შესრულება, სერიალების ყიდვიდან დაწყებული კომუნალურები დასრულებული, ხო? მე არ მეგულება ბიზნესი, ისეთი რეპუტაციული ბიზნესი, რომელიც გარისკავს სანქცირებულ პირებთან ურთიერთობა. აქ არ არის ხო ტელეკომპანია იმედზე ხო თქვა იქ პოსტებისა. აქ ზოგადად სანქციების მექანიზმზეა, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხო ბიზნეს ივანიშვილი სანქცირებული არ იყო, იძახდა მე სანქცირებული ვარ, იმიტომ რომ როგორც კი გარკვეული ეჭვები გაჩნდა მის გადარიცხვებთან დაკავშირებით, მის ფულის ბრუნვასთან დაკავშირებით, იმ წუთშივე საერთაშორისო საბანკო სისტემა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაღაც კითხვის ნიშნები დაისვა და გადარიცხვები მინიმუმ შეუფერხდა და შენელდა. ეს ახლა ბიზნესისთვის ძალიან რთულია და ფიზიკური პირს დღეს ვერ წარმოგვიდგენია საბანკო ანგარიშის გარეშე როგორ უნდა ვიარსებოთ და გადარიცხვების გარეშე. ახლა როგორ წარმოგიდა ბარათის გარეშე და ხო იურიდიული პირისთვის ეს მით უმეტეს ძალიან გართულდება, ასე რომ მე ვფიქრობ ჩვენ კიდევ რაღაცა ჯერჯერობით აისბერგის მხოლოდ წვერს ხედავთ. ქვევით კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა გამოჩნდება და ამ ტელეკომპანიების თანამშრომლები რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ, რად უღირთ ზოგადად ამ რეპუტაციული ზიანი მიიღეს უზარმაზარი სამწუხაროდ ხო ძალიან ბევრი ჩვენი ნაცნობი მუშაობს იქ. ზუსტად ნამდვილად ჩვენ ერთადაც მათთან ვიმუშავია, მაგრამ ნუ ამან უკვე ბოლო წლებში რაღაც საშინელი სახე მიიღო, რომელიც ზოგადად მედიის როლსაც რა თქმა უნდა ცდება და ძალიან სამწუხარო მე ამ სფეროში კი იცი ერთად მუშაობ აი შენს კარიერას რო დარჩება ეს სახელწოდება, რაც მიიღეს ხო. თან ის ხო არ გეუბნება ოპოზიციური პარტია ხო არ გაბრალებს ან ადგილობრივი ვიღაც ექსპერტი ხო დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეუბნება რომ შენ ავრცელებდი რუსულ დეზინფორმაციას. ნუ ეს ძალიან სამწუხაროა და კარგად დაფიქრდა ძალიან სარისკო გახდება იქ მუშაობა და მინიმუმ ბიძენერია. და ჩვენზე კი არ უნდა გაბრაზდნენ გიორგი, რომ თანადგომას რატო არ გვიცხადებთო და რა გაგიხარდათო, ნამდვილად არავის არ გაგვიხარდა დასანქცირებათან ასეთი სათაურის ქვეშ, მაგრამ უნდა გაბრაზდნენ იმ ადამიანებზე, ვინც აი ასეთ დღეში ჩააგდეს და პირველ რიგში გაბრაზდნენ საკუთარ თავებზე, რომ მისცეს უფლება იმ ხალხს, რომ ისინი გამოეყენებინათ არა როგორც ჟურნალისტები, არამედ როგორც პროპაგანდის მანქანა და როგორც საკუთარი ქვეყნის მოღალატეები საბოლოო ჯამში. ხო, მორალურადაც ამ ადამიანებს არც ჩვენთვის არც ამ ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებისთვის იმ ძიმე დღეებში, რომლებიც ყველა ჩვენგანმა გადავიტანეთ ამ ქვეყანაში, არც ერთი მათგანისგან არანაირი მორალური მხარდაჭერა გურამ როგავას არც არა ჩვენეს ეთერში, ეხლა მართლა ადამიანი სასიკვდილოდ გაიმიტეს და ამას რო მაპატიეთ და გააправებ და მაკაჩიხლაძის და გურამ როგავაზე თავდასხმას რო საერთოდ ეთერში არა ჩვენ და ორივე მხრიდან ძალადობას დაგმობ მე Facebook-ზე, ხო, ეს ნამდვილად არ არის ჟურნალისტიკა. ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს მმართველი პარტიის პოლიცსაბჭოს სხდომა, 2 საათზე დაიწყო ეს სხდომა და შემდეგ პრემიერი მინისტრიო, ეგრეთ წოდებული ირაკლი კობახიძე გააკეთებს განცხადებას, რა საკითხებზე მსჯელობს მმართველი პარტია უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ განხილვის თემა სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული იმედის და პოსტივის თემა იქნება. გიორგი, აი ჩვენ ვიცით რომ ბიძინა ივანიშვილს პროპაგანდაზე დგას, ძალოვან უწყებებზე დგას, ფულზე დგას, ხო? მისთვის გადაწყვეტილების მიღების დროს მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც არის ფული, რითიც ინარჩუნებს უკვე სხვა ყველაფერს, ხო? აი როგორ ფიქრობ, რაციონალური გამოსავალი, ალბათ ახლა პოლიცსაბჭოსეც ამაზე მიდის მსჯელობა, რა იქნებოდა ამ ვითარებიდან რაციონალური გამოსავალი და რას ფიქრობ, ჩვენ არავინ არ ვიცით ახლა ბიძინა ივანიშვილი რა ხასიათზე გაიღვიძებს და მეც მიმუშავია იმ ტელევიზიაში ერთ დღეს რო გამოგვიცხადეს და აიხურაო და იმის შემდეგ კიდევ არაერთი ტელევიზია 2 წამში დაუხურავს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ აი რაციონალი რას უნდა კარნახობდეს ახლა ქართულ ოცნებას და როგორი იქნება თუ ფიქრობს რომ აი ჩააყოლებს ამ იმედს მთელ ქვეყანას და გადააყოლებს ყველაფერს? არა, ამას ვერ გადააყოლებს ნამდვილად და ეს აჩვენა უკვე საბანკო სექტორმაც რომ ისინი არ წავლენ რისკზე და არ გარისკავენ საკუთარი ინვესტორების და მეანაბრეების ფულს და ამას მოყვებოდა უმძიმესი შედეგები ქვეყნის ეკონომიკისთვის თავისთავად. მე ვფიქრობ რომ მათ რაციონალობის ზღვარი უკვე გადალახული აქვს სამწუხაროდ ფინანსური თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით თუ პოლიტიკური თვალსაზრისით მათ ბევრი უკან დასახევი ნაბიჯი არ დარჩათ, ხო? არ ვიცი, გამოჩნდება მე არ მინდა რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე ბევრი კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ზოგადად ის ნაბიჯები რაც გადადგეს, მოსალოდნელი იყო, მათ უნდა სცოდნოდათ ეს, რა ვიცი, ირაკლი რუხაძემ თუ გაიგო 2 კვირის წინ რომ შეიძლება დაესწრება, ახლა ჩვენ ხო ძალიან კარგად ხვდებით რატო გადადგა მან ეს ნაბიჯი, ხო?
თუ მან გაიგოს სხვების გაიგებდნენ და რაღაცა ხო, მაგრამ აი რატომღაც ისინი ბოლომდე უკვე ჩაყვნენ ამ სქემას და ბევრი თქვათ სვლა ტრამპს რო უყურს ბევრი ბანკო ხელში არ უჭირავს რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგან. შესაბამისად მე ვფიქრობ რომ შეიძლება ისინი კიდევ უფრო შეეცადონ რაღაცა ქვეყანაში სიტუაციის დამძიმებას, არის მეტი რეპრესიული კანონი რაღა უნდა მიიღონ, მაგრამ ესეც შეიძლება გააკეთონ, თუმცა გამოჩნდება ყველაფერი ყოველ შემთხვევაში ფინანსურადაც, ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც იმედის და პოზიტივის დასანქცირება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დარტყმა იყო ქართულ ოცნებაზე. ნახოთ, მისმა ამომრჩევლებმა მაინც უნდა ისწავლონ რაღაც ამ ნაბიჯებზე. დასკვნები გამოიტანონ ნამდვილად, ზუსტად. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო ანალიზისთვის. გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.